დედაქალაქში ჯეი იოჰანსონი, ასევე ნიკოლოზ რაჭველი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ანსამბლი შავნაბა და Mercedes-Benz Fashion Week თბილისის ფარგლებში Factory თბილისის სცენაზე უნიკალური კოლაბორაციით წარსდგნენ. 7 მუსიკოსი Factory თბილისის სცენაზე უკვე მეორედ წარსდგა და საკუთარი შემოქმედება მაყურებელს საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გაუზიარა, რომელსაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობდა. საღამოს კულმინაცია ჯეი იოჰანსონსა და ანსამბლ შავნაბადა კოლაბორაცია იყო შვედმა მუსიკოსმა მისი 2019 წლის ჰიტი. ვიღაცის ტვენა გავიგონე მსმენელს ქართული მრავალხმიანობით შესთავაზა. და როგორც მოგახსენეთ, საღამო Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში შედგა მოდის კვირეულს 7-დან 10 მაისის ჩათვლით Factory თბილის მოუმასპინძლა და ჩვენებებზე საკუთარი კოლექციები, როგორც მოდის სფეროში უკვე დამკვიდრებულმა პროფესიონალებმა, ასევე ახალმა დამწყებმა დიზაინერებმა წარადგინეს Mercedes-Benz Fashion Week თბილისის პარალელურად კი ასევე 7-დან 10 მაისის ჩათვლით ყოველწლიური საერთაშორისო მოდის დიზაინის კონკურსიც Binext-ი იყო. შემდეგი გაიმართა და 4 დღის განმავლობაში თბილისი კვლავ მოექცა საერთაშორისო მოდის საზოგადოების ყურადღების ცენტრში, როგორც წინა, ასევე მიმდინარე სეზონიც ქართული დიზაინერების და მოდის განვითარებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ახალი თაობის ტალანტებისათვის კი გამორჩეული შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი წარმოეჩინათ იმისთვის, რომ მოდის ინდუსტრიაში ისინი დამკვიდრდნენ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც არსებობს მუსიკოსი, ვისაც წლების განმავლობაში უსმენ, გიყვარს, პატივს სცემ და მე ისე ხდება, რომ მასთან ერთად გიწევს თანამშრომლობა, ურთიერთობა, სცენაზე ყოფნა. თავდაპირველადვე ჩავიფიქრეთ, რომ კონცერტი ევროპის დღეს ყოფილიყო. ამ ჩანაფიქრსთანვე ახლდა, რომ ყოფილიყო არა მხოლოდ ის მუსიკა, რომელსაც ჯეი ასრულებს, არამედ ყოფილიყო ქართული ეროვნული მუსიკა და სწორედ თქვი კიდეც ჩემს პირველ ტექსტში, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქართული ხელოვნება და ქართული კულტურა დიდი ევროპული ოჯახის, ევროპული როგორც ქრისტიანული ოჯახის ღირსეული წარმომადგენელია. Yeah, it's different. ძალიან ლამაზი საღამო გამოვიდა. მუსიკა ყველა ადამიანზე კარგ გავლენას ახდენს. მეც და ნიკოლოზ რაჭველმა შევეცადეთ, რომ მსმენელამდე მიგვეტანა კარგი მუსიკა. გონი გამოვიდა. ნამდვილად გასაოცარი დღე იყო. კოლაბორაცია, რომელიც დღეს შედგა, განსაკუთრებულია. მსგავსი თანამშრომლობა აახლოებს სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ხალხს ერთმანეთთან. აუდიტორიაც არაჩვეულებრივი იყო. რაც ყველაზე ძალიან მომწონს, ბოლო წლებში აუდიტორია, რომელიც ჩემ შოუებზე დადის, სულ უფრო და უფრო ახალგაზრდავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ მომდევნო 30 წელი აქტიურად უნდა გავაგრძელო მუშაობა.